საზოგადოებრივი მაუწყებლით საჭერის ტელევიზიაში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა განცხადების დასრულებასთან ერთად საკონკურსო კომისიის შემადგენლობაც გახდა ცნობილი. 4 ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატებს შორის საუკეთესოებს ტელევიზიის დირექტორის თავმჯდომარეობით კიდევ 3 ადამიანი გამოავლენს. წევრები არიან ქაბატონი თინა დვალიშვილი, რომელიც იყო ზაფხულში კომისიის თავმჯდომარე, ბატონი ომარ ბერიძე, დირექტორის თანაშემწე მონიტორინგის დარგში, რომელიც ასევე იყო კომისიის წევრი შარშან ზაფხულში და ჟურნალისტი ემზარ დიასამიძე. საკონკურსო კომისიის წევრებს შორის ვერ მოხვდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭერის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრები. არხის იურისტი ფაქტს იმით ხსნის, რომ ბორდის წევრებს საკადრო პოლიტიკაში ჩარევის უფლება არ აქვთ, თუმცა მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი ნატა იმედაიშვილი ამბობს, რომ კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით დირექტორს მათთან არც კონსულტაციები გაუვლია. რამდენად შეძლებს აღნიშნული კომისია კვალიფიციური კადრების შერჩევას, შეფასებისაგან იმედაიშვილი თავს იკავებს. ჩვენ დაველოდებით გადაწყვეტილებებს და ჩვენ გარედან ვუყურებთ პროცესებს. რეკომენდაცია ჩვენ არ მიგვიცია დირექტორისთვის, რომელიმე კანდიდატთან დაკავშირებით, კომისიის წევრებთან დაკავშირებით. ეს იყო დირექტორის, ჩემი აზრით, ერთპიროვნული გადაწყვეტილება. კომისიის წევრებს შორის არც მესამე სექტორის წარმომადგენლები არიან მაუწყებელში, აცხადებენ, რომ შეთავაზებები იყო, თუმცა უარი მათგან მიიღეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსგავსი შეთავაზება არ ჰქონიათ, თუმცა ფიქრობენ, რომ მათ ტელევიზიის თანამშრომლების შესარჩევად შესაფერისი კვალიფიკაცია არ აქვთ. საიას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კომისიის ობიექტურობას ეჭქვეშ აყენებს. თუ გვექნება ჩვენ 4 თუ 5 წევრიდან საკონკურსო კომისიაში 2/3 იქნება ტელევიზიის თანამშრომლები, რომლებიც არიან დირექტორის ქვემდებარე, რა თქმა უნდა, ამ პირობებში ობიექტური გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდება საკონკურსო კომისიას. ის მიხედვითი ხელმძღვანელა არხის დირექტორმა საკონკურსო კომისიის დაკომპლექტებისას სოსო სტურვა ასე ასაბუთებს. თინა თინდვალიშვილს შეუძლია შეაფასოს ადამიანი სატელევიზიო საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნის კუთხით. კომისიის წევრია ემზარ დიასამიძე. ჩემი აზრით, ეს არის ბათუმელი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში იყო მიუკერძოებელი და ყველა მთავრობის პირობებში ითვლებოდა მებრძოლ ჟურნალისტად. მას შეუძლია აპლიკანტი შეაფასოს მიუკერძოებლობის კუთხით და მოუკიდებლობის კუთხით. ასევე კომისიის წევრია ომარ ბერიძე, რომელიც კომისიაში შეირჩა იმ ნიშნით, რომ არის პროფკავშირების წარმომადგენელი და წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა დამცველი. კომისია ხვალ ტელევიზიის გენერალური პროდიუსერისა და პროგრამების ხელმძღვანელობის, ზგკ-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელისა და მთავარი რეჟისორობის მსურველებს მოусმენს.